ის ეკუთვნის ქალაქი, თვითმმართველობა და ურბანული პოლიტიკა. საკითხზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მსჯელობდნენ. მომხსენებლებმა ყურადღება კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაზე გაამახვილეს. საუბარი შეეხო ქალაქის ურბანულ განვითარებას, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის შექმნას. საჯარო დისკუსიას საკრებულოს წევრები, არქიტექტურის სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწრებოდნენ. შეხვედრა ჰაინრიხ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით გაიმართა. ფონდი მსგავს შეხვედრებს რეგიონში თვეში ერთხელ მართავს. ძირითადად მიმოვიხილე დღეს ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა და შესაბამისად მასზე ჩატარებული სამუშაოები. კონკრეტულად გავამახვილე ყურადღება ბარბარეს ტაძარზე, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ცუდი მაგალითია მასზე ჩატარებული სამუშაოები და რაღაც ვფიქრობ, რომ ასახავს ძალიან ცუდად, მაგრამ რეალურად ასახავს იმ გარემოს, რომელშიც დღეს ბათუმის კულტურული მემკვიდრეობა იმყოფება. ბათუმის ურბანული განვითარების მთავარ მიზნებს წარმოადგენს ქალაქმშენებლობის დოკუმენტაციის შემუშავებისათვის კონცეპტუალური საფუძვლის შექმნა, ქალაქის ოპტიმალური ეფექტიანი საზოგადოების მოთხოვნილებებისა და მისწრაფებების შესაბამისი ურბანული განვითარების მოდელის წინაპირობების შემუშავება.